გამარჯობა, ჩემო მეგობრებო. დღეს ჩვენ ვითამაშებთ FC25-ს, ძალიან კარგი ფასდაგრება შეხვდა Steam-ზე და ამას ხელინა ვერ გავუშვებდი თან. თან გარემოს ეგეთი შევიქმნი, რომ ეხ ფეხბურთისთვის იქ ჩემი სტიკერი 99 მაქვს მონაცემი, აქ პასები რაღაცები, მოკლედ მაგარი ფეხბურთელები არ რა. უბრალოდ პატრონი არ მყავს. თორემ რას ლაბარაკობ, მაგარი ვარ. თუ არ გჯერა ვითამაშოთ, არ არის პრობლემა, ნებისმიერ დროს გამოიყვანე შენი გამოდა, ჩემი გამოდის წინააღმდეგ და დავცხოთ, ძმაო, რა პრობლემაა. ხო, ეს იქით იყოს FC25 წლებია გამოდის. მისი მთავარი კონკურენტი ყოველთვის იყო PES-ი. ნუ დღეს ის eFootball-ის სახელით ხდება. სხვადასხვა მე 2011 წელში PES 11 რო გამოვიდა, მეტად ანუ ალბათ საზოგადოების უმრავლესობაც საქართველოში ბევრს უფრო მეტად PES-ი მოწონდა, ვიდრე FIFA. სხვადასხვა ჩემთან სამეგობროში ვატარებთ ხოლმე ეს პატარა ჩემპიონატებს, ბევრჯერ დაგვიმტრევია ხოლმე ეს კონტროლერი რა, ჯოისტიკი ეგრეთ წოდებული. თამაშის პროცესში იმდენად ჩართულები ვიყავით PES-ის თამაში, თუმცა FIFA ყოველთვის FC25, ამ შემთხვევაში FC ყოველთვის მაღალი გარჩევადობით, მაღალი გრაფიკით, ბევრი გუნდით, იმიტომ რომ ეს იმით იყო განპირობებული, რომ FIFA-სთან თანამშრომლობდნენ, FIFA-სთან კონტრაქტებით და ბევრ რაღაცებთან ჰქონდათ ცდომა და დღესაც ესეა რა. დღეს დაგვჭა eFootball-ი, მისი თავარი მახასიათებელი და პოპულარობას იმით დარჩენებს, რომ უფასო თამაშია ნებისმიერ პლატფორმაზე, ყველგან შეგეძლიათ უფასოდ გადმოწეროთ, მათ შორის მობილურზეც. ალბათ ეს ყველა ბევრმა იცით, ვინც ფეხბურთის მოყვარულები ხართ, აქ იყართ ფეხბურთის თამაში კომპიუტერზე, ტელეფონზე თუ არ აქვს მნიშვნელობა, PlayStation-ზე, Xbox-ზე. უფასო თამაშია ნებისმიერ კონსოლზე, გადმოწერების კონსოლზე და ითამაშა უფასოდ და მხოლოდ ეგ არის ჩემი აზრით, მე ისი პოპულარული თუ მე ვცდები, შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ. მაგიტო ინარჩუნებს პოპულარობას, რომ უფასოა. სხვა რა ყველაფრით ჩემი აზრით FIFA ჯობია, FC25 მქონდა PlayStation-ზე, მე ხელაც მაქვს, უბრალოდ დისკი გადავტეხე თუ გადავღუნე თუ რაღაცა საკე ისტორიაა რა. და მაგას აღარ ჩავუღრმავდები ხა. რაც იყო. ყოველ შემთხვევაში მქონდა, არც ისეთ კარგი მოთამაშე ვარ ფეხბურთის, თუმცა ხო, სხვათა შორის რამე და მეთქვა. PlayStation 5-ის კონტროლერი პირდაპირ წავიდა კომპიუტერზე რა, ვისაც PC გააქვთ და PC-ს გააქვთ, პერსონალურ კომპიუტერზე PC-ის ჯოისტიკი პირდაპირ USB კაბელით წავიდა რა. არც დრაივერის გადმოწერა დამჭირდა. ნუ ჩემს Windows 11 მაქვს და არ ვიცი ახლა სხვა Windows-ებზე როგორ ხდება. მაგრამ მინდა ვიცოდეთ, რომ ესეა რა, პირდაპირ შევაერთე და პირდაპირ ჩავრთე და არა მარტო FC25-ის სხვა თამაშებიც კი შევძელი და ვითამაშე რა. PC-ის კონტროლერით. თუ არ იცოდით, იმედი მაქვს, რომ ესეც რაღაცაში დაგეხმარებათ რა. ეხლა კი დავიწყოთ თამაში და ნენერა ყველაფერს ვისაუბროთ, რაც გვაინტერესებს და რაც არ გაინტერესებს და გვაინტერესებს და ყველაფერი გამოგვით. მე შემოგთავაზებთ ახლა El Clásicos. ეს რა არის? El Clásicos. ვინ იქნება მე თუ ვიცით? არა. Barcelona ვიქნები. Barça-მ შემაყვარა ფეხბურთი ზოგადად და ვერ ვღალატებ რა. არა ვარ Barcelona-ს გულშემატკივარი. ფანი გულშემატკივარი ვარ ესპანეთის ლიგაში ნამდვილად. ფანი ესე про საქართველოს ფანი ვარ, შეგვიძლია დაგიმტკიცოთ კიდეც, აი. გავიდეთ ევროპაზე, მაშინ ტატუ დავიხატე, პირობა მქონდა ეგეთი და ნამდვილად ვარ საქართველოს ფანი. საქართველოს ნაკრების ფანი და საქართველოს ყველა ფეხბურთელის ფანი, რომელიც სხვადასხვა კლუბებში თამაშობს, აი იმ კლუბების ფანი ვარ, მე მაგალითად ნაპოლის და სხვა და კასრუეს და რა ყველასი რა.
ვინც სათამაშობს ბიჭებს ყველას მაქსიმალურად მოკლედ აქ ეხა პირდაპირ ვითამაშებ არ შევარ team manager-ში და ხო მხოლოდ შევცვლი და დავაყენებ ლეგენდარს ხო ლეგენდარს მოდი 5-6 წლიანები ვითამაშებ თუ 7-7-იანები და ხო სავარაუდოდ ეხა წინასაგებობებით სანამ ვიდეო დაიწყება წავაგებთ თამაც დიდი ანგარიშით იმიტომ რომ არც ისეთი ძლიერი მოთამაშე ვარ თუმცა აზრიც ის არის რომ საუკეთესოები გავხდეთ და შემდეგ მოვუგოთ ლეგენდარს ნებისმიერ გუნდს დღეს მინდოდა კლასიკა შევამეთავაზებია რადგან ფიქრობ ისე დაცვის თამაში არ ვიცი კარგად როგორ უნდა ვითამაშო არ ვიცი ვეცდები ტაქტიკურად დავიცვა თავი და ბევრი არ გაგვივიდეს და მეგონი პირველივე გაგვიტანეს რა პირველივე მეორე წუთზე სამწუხაროდ ნახოთ იმედია ჩვენ შევძლებთ და ერთ გოლს მაინც გავუტანთ შევეცადოთ პრესინგის თამაშს როგორ უნდა შევეცადო ოღონდ არ ვიცი აუ რა სწრაფად გადამოდიან შეტევაში არა გამიტანა მოეჭვერია აი არა უშავს რამდენიც 0-იც არ მოწავაგო ამ ვიდეოს მაინც დავდებ სულ 20-ით 0 წავაგო მაინც დაწერეთ კომენტარებში თქვენ რამდენით იმედია 0 არ იქნება რა ანგარიში დამთავრდება ეს თამაში ხო თუ ახალ წლამდე ავართ 1000 გამოწერზე გავათამაშებ 10 დოლარიან თიამის ვაუჩერს თუ ახალ წლამდე ვერ ავართ როცა ავართ მაშინ გავათამაშებ მაგრამ ახალ წლამდე სიმბოლური იქნებოდა უფრო მეც ძალიან გამეხარდებოდა ძალიან გამახარებდით ამ ყველაფრით და თქვენიდან 10 ადამიანიც ბედნიერი იქნებოდა კიდევ და ამიტომ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი დაალაიქეთ ვიდეო და დაწერეთ კომენტარებში რა ანგარიში დამთავრდება ეს თამაში მივიღებ ყველანაირ რჩევას ამ თამაშთან დაკავშირებით და ზოგადად თამაშებთან დაკავშირებით და რომელი თამაში კიდე შევისწავლო და გავხდე ერთ-ერთი საუკეთესო იმ თამაშში მითხარით ეხლა FIFA-ს სისტემატურად ჩაუჯდები FC25 და პირობას ვდებ რომ წლის ბოლომდე ანუ 2026 წელზე მაქვს 2025 წელზე მაქვს საუბარი უკაცრავად რომ აუცილებლად მომუგებ ლეგენდარს რა არ აქვს მნიშვნელობა რა ანგარიშს აუცილებლად მომუგებ სამწუხაროდ აქ 4-0 ვაგებთ უკვე Vinicius Junior ისე გადმოვედით წინ ესე არის რაფინია ჩაუგდოთ და დარტყმა ასე ტაქტიკურად დავიცვათ ბურთი შევინარჩუნოთ ვეცადოთ ჯარიმა ბრატ ჯარიმა ბიჭო რა ჯარიმა დავარტყა ვინ ურტყავს ყველაზე კარგად ლევანიკო მარჯვენათი კი დარტყმაც არ ვიცი მაგრამ ახლა ეს შანსი მომეცა ეხლა რომ დავარტყა ალბათ 4-4 იქნება დარტყმა იმედია ძალიან არა უწიე ძალიან სუსტი ყოფილა შორიდან როგორ უნდა დავარტყა ძლიერად თუ ვინმე მიცით დამიწერეთ კომენტარებში ჯარიმა შორი მანძილიდან
ძლიერად როგორ დავარტყა. საკმაოდ კარგად გვიტევს და როგორ წავართვა ფურთი ხალხო მას სწავლეთ რა არის ეს რა უბედურება ეს ვინ არის დეიონგი შემოყვანთ აქამდე რატო არ ყავდა საინტერესოა შემოყვანილი ხო ალბათ team manager-ში არ შევედი და პირდაპირ დავიწყე იმ გუნდით რა გუნდით ელაგარა და უკან პასი აბა წინ არავინ მეხსნავეთ ისე უკან მე იამალს მინდოდა პასი გამოგვივიდა ბურთის წარფება მაინტერესებს თქვენ თუ უგებთ ლეგენდარს რა ვინც უგებს ლეგენდარს და იტყვის რომ უგებს და მანახებს რომ უგებს დავპატეჟებ ჩემთან და ვეთამაშები და ვნახოთ ერთი რა გავტესტოთ მაგით ჩავთვლი რომ FIFA-ში ვარ ერთ-ერთი საუკეთესოა თუ მე ლეგენდარს შევწერ და ლეგენდარს მოვუგებ და შემდეგ შემეძლება რომ საუკეთესოებს შევეჯიბრო რა მომთამაშ დავხოწავ აუცილებლად ჯერ კონტროლერი გავასწორო ბარსას ფანებს წინასწარ უხდებოდი ის. აი ძალიან მე და ერთი გოლი მაინც გავიტანო რა, ძალიან. ხო დაიგრე. აი შემოვიყვანოთ არა ხო. მარჯვენა ფრანკი იქნებ ცოტა გავაძლიეროთ. იყო არა ხო მორთი. ეცი ლევანიკო წამოვიდა მიცა მარცხნივ დააბრუნა ისე უსევით სწორად შუაში ეცავთ ახლა თავი დავიცოთ ეს კარგი იყო ეს მომეწონა ახლა რა კარგად გადავიყვანე გავურთელე ნამინი ამალე გადასარევად გეთამაშებიან დაცვას აი ფაქტობრივად სივრცეებს ასისტის არ გვიტოვებენ მაქედან თუ თავით გაგვიტანა და ოფსაიდ დაწერეთ კომენტარებში რა ანგარიში დამთავრდება ეს თამაში სანამ ვიდეო არ დამთავრდება და არ გადაახვევ რა თქმა უნდა ეს ვინ არის მე კარები მყავს ტერშტენგი შევანერთე რატომ ყავს ეს მე კარეთ ზამენის საშუალებას აღარ არის მე აზრეებს ახლა იმექნება არებში ხო ნუ შეიძლება რითნორი არ წამეგო team manager-ში შესულიყავი და იქ ფეხბურთელები მენახა და რაღაცა ცოტა მე კარე დამეყენებია უკეთესი ან ნახევარდაცვა ან დაცვა აი ნახე რებს აკეთებენ აი ამას აუცილებლად ვისწავლე რა ნახე აქ ამან აიგდო არა რას უნდა ისქნა რა ყველაფერი გააკეთეს
როგორც უნდა ისე იმენა იბალახეს ჩემს საჯარიმოში. წადი შენი ბიჭო ის უკეთებდი მაგას ვინისიუსს ვერ ვიტა აპატიეს ყველა მაგრამ არ მივასწრებ ფეხბურთელი რა იმიტომ რომ ფიქრობ რომ მეტი მოდის ზოგჯერ რა და ხალხს რასიზმში ადანაშაულებს და ფიქრობ თვითონ უფრო რასისტი რა როგორც ფეხბურთელი არა, როგორც პიროვნება არ მიყვარს. არ მომწონს ყოველ შემთხვევაში. ძალიან მომწონს ბაპე, როგორც ფეხბურთელი, როგორც პიროვნება. ძალიან მომწონს ბილინგემი, რეალის ფეხბურთელები და ვიცი. კიდე არ მომწონდა ეგეთი ფეხბურთელი, რეალის ფეხბურთელი იყო. გემახსოვრებათ უმრავლესობას დარწმუნებული ვარ პეპე ცველი არ მივასწრებოდა როგორც პიროვნება რა მე მგონი ეხლაც ითამაშა ხო ჩვენ წინააღმდეგ ო რა გოლი გაგვიტანა პორტუგალიას რო ეთამაშეთ ნაკრები ო ორი FIFA 25-ში ვარ არის საქართველოს ნაკრები ეხ გამახსენდა რა ძალიან გამიტყდა მე ვერ ვიპოვე ყოველ შემთხვევაში და თუ იცით რომ ვერ ვიპოვო სიამოვნებით წავიკითხავდი და ვნახავდი რა და შემოგთავაზებდით ერთი საქართველოს თურქეთის თამაშს რა ვიციებდი შურს ნუ იქ შურის ძება ლეგენდარით არ გამომივიდოდა მაგრამ პროფესიონალებს მოუგებ დარწმუნებული ვარ და გასულიყო გოლი რა. იყო აფსაიდ, მაგრამ გოლი მაინც გასულიყო. მაინც მომეწონა შეტევა. იქ გრძელი პასით დაცვაში დაცვის ხას შორის კარგად გააზრვა ბურთი. აქ ახლა 3-2-ზე გვიტევენ. ძალიან მაგრად უტყავენ რა. და მე როგორ გადავიყვან, მოიცა, აქ რაღაც ატაკაა, ხო? კუთხურია, ასავარავდეთ ხმა მომესმალო თითქოს ჩვენ ფეხბურთელს შეეხო. ისე კუთხური. უნდა მოგოია ამალ. ორი წუთი დარჩა ძირითადი დროის დამთავრებამდე. ნუ ეს თამაშის დროის რა თქმა უნდა. სავარაუდოდ 13-0 დამთავრდა ეს თამაში. თარსი ციფრია, თუმცა მე არ წამს მაგის რა. სისტრაფეში ვაჯობეთ. აშკარად. მეტის მეტად სტრაფება მოგივიდა. კაი. ესე დამთავრდა თამაში ჩვენი დღევანდელი სამწუხაროდ 13-0 წავაგეთ. იმედი ალბათ აღარ გავვათ რომ დამთავრდა. იმედი აღარ გავა მეტი. კარგი. კუთხურია. მოკლედ საშინელი თამაში იყო, საშინელად ვითამაშე, ძალიან დიდი ანგარიში წავაგე,
13-0 ვეთამაშე რა თქმა უნდა ლეგენდარს. პირობა დავდე, რომ 2025 წლის ბოლომდე ლეგენდარს აუცილებლად მოვუგებ, ნუ შეიძლება 13-0 ვერა, მაგრამ 1-0-იც რომ მოვუგო, პირობა შესრულებული იქნება. ჩემი მიზანია რომ დავხვეწო. საშინელად ვთამაშე დაცვაში. ფაქტობრივად დაცვით თამაშს არ ვიცი რა. ნახე გულშემატკივრებს გაქრნენ თამაშის დამთავრებამდე წავიდნენ რა. ხო არც თავდასხმა გამომდის, არც ნახევარ-დაცვა გამომდის, ჯერჯერობით შეიძლება და უფრო მეტი ანგარიშით წამეგო დაჟე ისიც ვთამაშე რა. რა ერთი დარტყმა მქონდა თუ არ ვცდები ლევანდოვსკის ზუსტი დარტყმა გარეშე. მაგრამ მაინც პოზიტიურად შევი ვფიქრობ, რომ შეუძლებელი არაფერია. აუცილებლად მოვუგებ ლეგენდარს და შემდეგ შევარ საუკეთესოებში და მე ვინც უგებთ ლეგენდარს შევეჯიბროთ ერთმანეთს და ნახოთ ვინ უკეთესია. პირველად ვსწრებ რომ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ვიქნები ამ თამაშის.